ვახ, როგორი დღეა? ამელკა, მან რასაკეთებ? აქ სრული არეულობა იყო. ამდენი წყალი საიდან მოდის? სარდაფში მილი გასკდა. თელი დღეა მის დასუფთავებას მოუნდი. საწყალი ამელკა. დაგირეკე, მაგრამ არ აიღე. ხმა მქონდა გამართული ტელეფონზე. უბრალოდ არ გინდოდათ ხო ჩემი დახმარება? ჩვენ ყოველთვის ვართ ჩვენს დასახმარებლად მზად. აბა რა არის გასაკეთებელი? უკვე თითქმის ყველაფერი თავად გავაკეთე. ჩვენ ნამდვილად გვინდოდა რომ დახმარებოდით. კიდევ არის დარჩენილი სველი ნივთები. მათი კოდეკდებაა საჭირო. მოდი, ლეო. ამასობაში დავისვენებ. მოიცადეთ. კინაღამ დამავიწყდა გამეფრხილებინა. არავითარ შემთხვევაში არ შეეხოთ კუთხეში დადებულ ქვებს. კი, მაგრამ რატომ? არ ვიცი, როგორც კი ამ სახლში გადმოვედი, ეს პირველი რამ იყო, რაც ვითხრეს. უცნაურია და შენ არაფერი იკითხე? არ მაინტერესებდა. მითხეს, რომ არ შევხებულიყავი და მეც არ ვეხები. წავიდეთ, რაც უფრო მალე დავიწყებთ, მით უფრო მალე დავამთავრებთ. აქ ბნელა. ვერ ვიტან სარდაფებს, ყოველთვის ნესტიანია, ბნელი და თაგვებიანი. ნუ ღელავ, ჩვენ სახლში ვირთხები არ არიან, ჩვენ ხომ მუსი აგვყავს. ლეო, ჯობია გაჩუმდე, უბრალოდ მაშინებ. ო, ეს ის ქვებია. ჯინი, რატომ ხარ ასეთი ისტერიკული? ჩვენი ფანარი არ მუშაობს. ხომ ხედავ, არაფერია. ახლავე ახლის საყიდლად წავალთ. როგორ მიდის საქმეები? კი, მაგრამ ფანრები გვჭირდება. ახლა მოვიტან. ლეო, ეს რა არის? ეს ჩემი ახალი მეგობარია, როკი. გაიცანით, გამარჯობა, მე როკი ვარ, სუპერ ქვა. არ არის სასაცილო. ამელკამ გითხრა რომ ამ ქვებს არ შევხებულიყავით. იქნებ სახლი ჩამოინგრეს, ან სხვა რამე მსგავსი. არ ჩამონგრეულა და ყველა ცოცხალია, ასე რომ არაფერი მოხდება. არც ფანრებია და არც ელემენტები. ტელეფონებით შეგიძლიათ გაანათოთ. არა, ხომ იცი რომ ფანარი აჯენს ტელეფონს. კარგი, ელემენტებს ვიყიდი და მერე დავალაგებ. იეს, ახლა ცოტას დავისვენებ. წამოდით, ახალი წლისთვის მენიუ უნდა შევარჩიოთ. იქნებ პიცა შევუკვეთო? პიცა ახალი წლის სუფრაზე? ხუმრობ? მე მიყვარს პიცა, თავარია რომ გემრიელი იყოს. კარგი. ჯობია რამე ჯანსაღი მოვამზადოთ. ოლივიეს სალატი აუცილებლად მოსამზადებელია. ესე იგი ბარდა უნდა შეიძინოთ. გონი საკუჭნაოში გვაქვს, წავალ და შევამოწმებ. ვინ არის? ჰეი, ვინ არის მან? მიპასუხე. უცნაურია, ალბათ ქარია. ეს რა არის? აბა, გაქვს ბარდა? რა ბარდა? აბა რაზე იყავი წასული? გოგოებო, არ მინდა შეგაშინოთ, მაგრამ ქვემოთ რაღაც უცნაური ხდება. რა არის იქ? წავიდეთ და ვნახოთ. ლეო, ეს არეულობა შენ დატოვე? ეს მე არ ვიყავი, ჩამოვედი და ასე დამხვდა. აქ ვიღაც იყო. და კარი ვინ დააღო? დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ დავხურეთ. უკვე მაშინებთ. იქნებ ქურდია? არაფერია წაღებული. შეხედეთ. ნაკვალევი სარდაფისკენ მიდის და უკან მოდის. გამორიცხულია, სარდაფში არავინ არ ჩასულა. მოიცა. აბა კარები ვინ გააღო? მეგობრებო, როგორც ჩანს სარდაფში ვიღაცა. იქ ქურდია? უნდა შევამოწმოთ. მე მეშინია. წავალ და შევამოწმებ, მაგრამ აქ დამელოდეთ, თუ რამე მოხდება, პოლიციას დაურეკეთ. ჰეი, გამოდი, ვიცი რომ აქ ხარ. თუ ქურდია, კვალი მხოლოდ სარდაფთან ახლოს რატომ არის? იქნებ სარდაფში ჩავიდა და ფეხები იქ დაისვარა. ჭუჭყიანია სარდაფი. მე მეშინია. გოგოებო, შეგიძლიათ დამშვიდდეთ. იქ არავინაა. როგორი შვება. კარგია. წყლის დალევა მინდა. მეც.
დიდი ხანია ასე არ შემშინებია. მე მაინც მეშინია. ეს კვალი არ საიდან ხომ არ გაჩენილა, არა? გირჩევთ ხელახლა შევამოწმოთ. და მათი შემოწმება რა თქვინდა? კვალი ხო კვალია. მოიცა, იქნებ სხვა მინიშნებას მახოთ. მართალი ხარ. მოდი შევამოწმოთ. გოგოებო, კვალი სად არის? ისინი გაქრა? როგორ თუ გაქრა? სანამ სარდაფში ვიყავი, მაშინ გაწმინდეთ? არა, ჩვენ მათ საერთოდ აშოხებულ ვართ. აბასაც წავიდა? რაღაც ცუდი წინათგზნობა მაქვს. მეც. მაშასე, დავსხდეთ, დავმშვიდდეთ და დავფიქრდეთ, რა შეიძლება მოხდარიყო. როგორ უნდა დამშვიდდე? ხანხო, გონი მივხვდი. ვიცი ვინც არის. ვინ? ეს ხომ თოვლის ბაბუა. თოვლის ბაბუა? კი, ის ჩვენ სახლში საჩუქრების მოსატანად მოვიდა და ლეომ კი ის შეაშინა. ზუსტად. არც კი ვიცი. მოიცა, მე რაღაც არ მჯერა. კი, ყველაფერი ჯდება. ეს როგორი თოვლის ბაბუა? მოვიდა და საჩუქრები არ დატოვა. ალბათ მათი დადების დრო არ ქონდა. ახლა კი სადღაც იმალება. ზუსტად. კარგი, მაშინ ზემოთ ავიდეთ და არ შევაწუხოთ. მოიცა, თუ ეს თოვლის ბაბუა, მაშინ მისთვის რამდენიმე გემრიელობა უნდა გამოვიტანო. ზუსტად, ურჩხობილა და რძე, მისი საყვარელი საჭმელი. ნამცხვარი და რძე. წარმოიდგინეთ, დღეში რამდენჯერ ჭამს ის მას? ეო მართალია, ეს ასე იქნება. თუ ყველა ბავშვი ამას უტოვებს, მას რძე ყელში ამოსული ექნება. მაშინ მოდით შოკოლადი და კოლა დაუტოვოთ. კარგი, ეს უკვე სულ სხვა. კარგი, ახლა წავიდეთ და აღარ შევაყოვნოთ. თოვლის ბაბუა, შეგიძლია გამოხვიდე, ჩვენ უკვე მივდივართ. თოვლის ბაბუას მოსწონს ოლივიეს სალათი? წარმოდგენა არ მაქვს. გონი ყველანაირი სწრაფი კვების საჭმელი და უყვარს. ეგ საიდან მოიტანე? შეიძლება ითქვას, რომ მას ჭამა უყვარს. იქნებ რძემ და ორცხობილამ გაასუქა? ერთი იდეა მაქვს. მოდით ყველაფერი თავად ვკითხოთ. ლეო, მოიცა. არა, ლეო. რა არის ამაში ცუდი? ვიტყვით რომ საიდუმლოს შენახვა შეგვიძლია და არავის არ ვეტყვით. საიდუმლოს შენახვა არ შეგვიძლია. გამომწერები გყავთ, რომლებიც ჩვენ ვიდეოებს უყურებენ. ამაში მართალი ხარ. კარგი. ასე რომ ჩვენ თოვლის ბაბუას არ შევეხებით. კარგი. თოვლის ბაბუას რას თხოვეთ? რას გულისხმობ? რა დაწერე წერილში? რა საჩუქრები თხოვე? მე არ დამიწერია წერილი. მეც დიდი ხანია, არაფერი დამიწერია. რა სამწუხაროა? შენ რა დააბარე? ჩემს საჩუქარს ნაძვის ხის ქვეშ ვერ დადებს. მაგრამ ურსასმენები ვთხოვე. მოიცა, თუ ჩვენ არაფერი დაუწერეთ, მაშინ ის არაფერს მოგვიტანს. წესით უკვე უნდა მორჩენილიყო და წასულიყო. ალბათ, შეგვიძლია გავიდეთ. თოვლის ბაბუა. მოვდივართ. შესანიშნავია, მან ყველაფერი შეჭამა. ალბათ ჩვენი დატოვებული გემრიელობები მოეწონა. ესე იგი მან საჩუქრები მოგვიტანა. ვერ გავიგე, საჩუქრები სად არის? არ არის. ერთიც კი არ არის. წერილი უნდა დამეწერა რა. მე დავწერე, მაგრამ მაინც არაფერი დამიტოვა. სულელია ერთქვენი თოვლის ბაბუა. საჭმელი შეგვიჭამა, მაგრამ საჩუქრები არ დაგვიტოვა. საიდან უნდა გცოდნოდა? აქ რაღაცაში არის საქმე. უბრალოდ თოვლის ბაბუამ საჩუქრები თავისთვის დაიტოვა. ხდება ხოლმე. გამორიცხულია, ის ყოველ წელს რაღაცას ვიტოვებს. შეიძლება წელს მას ფინანსური პრობლემები აქვს. არა მგონია თოვლის ბაბუა ფულზე ფიქრობდეს. ხანხო, აქ მოდით. აი ეს ტკბილეულია, ჩვენ რომ თოვლის ბაბუას დაუტოვეთ. ის სულ უფრო და უფრო ნაკლებად მომწონს. საჩუქრები არ დაუტოვებია და არეულობაც კი შექმნა. რატომ მიდის ისევ ნაკვალევის სარდაფში? იქნებ ჩვენი საჩუქრებია იქ? მე იქ აღარ ჩავალ. საშიშია. ჯინი, დაფიქრდი. რომელი თოვლის ბაბუა დატოვებდა საჩუქრებს სარდაფში? იქნებ ეს მისი ახალი ხრიკია? დაივიწყეთ გოგოებო, ჩვენ ჩვენივე თოვლის ბაბუები ვართ. ახლა მაღაზიაში წავალთ და ვიყიდით. მართალია, ფასდაკლებებიც არის. მე არ წამოვალ, არ მინდა მათ ყოფნა. ჩვენთან თამაში ხომ არ გინდა? ნამდვილად არ ვარ მაგის ხასიათზე. ამელკამ საერთოდ ჩამოუშვა ცხვირი. მეც გავბრაზდებოდი. მოდი გავამხნევოთ, საჩუქარი ვუყიდოთ და ნაძვის ხის ქვეშ დავუდოთ. ეს მას აუცილებლად გაამხნევებს. კარგი. ახლა ახალ ყურსასმენებს შევუკვეთავ, როგორიც მას უნდოდა. როგორ ფიქრობ, მეგობრის მოტყუება კარგია? შეხედე მას.
ვიღაც, მაგრამ ამელკა ნამდვილად იმსახურებდა საჩუქარს. ის ყოველთვის კარგად იქცევა, თითქმის ყოველთვის. შეუკვეთე უკვე? კი, უკვე მოაქვს კურიერს. ამელკა, სად მიდიხარ? წავალ დავიზინებ. საერთოდ არ ვარ ხასიათზე. კარგი. თოვლის ბაბუისთვის შოკოლადის ფილაში 9 წიწაკა უნდა ჩაგვედო. ნეტო მაშინვე გწოდნოდა რომ ასეთი სულელი იყო. ო, ყურსასმენებიც მოვიდა. ვინ არის აქ? თოვლის ბაბუა? გამოდი და ჩვენ ამას მოვაგვარებთ. აი საჩუქარიც. ჯინი რასაკეთებ? დადესკა მიუკან. ვიღაცამ დამიძახა. ამელკა? არა, ეს ამელკა ნამდვილად არ იყო. რაღაც უცნაური ხმა იყო. თოვლის ბაბუა? არ ვიცი. ალბათ მოგესმა. მე არაფერი გამიგია. ო, აი დატოვა თოვლის ბაბუა მეს ყველაფერი. ახლა მის ნაცვლად მე უნდა ვიმუშაო. წავედი. შეიძლება ეს მართლა ჩემი ფანტაზია იყო. წავიდეთ. ამელკას უნდა ვუთხრათ რომ საჩუქარი ელოდება. წავედით. შეიძლება შემოვიდეთ? ჩემს გახალისებას ვერ შეძლებთ. ამელკა, როგორც ჩანს, ნაზვის ხის ქვეშ რაღაც გამოჩნდა. მართლა? წავედით და ვნახოთ. ეს საჩუქარია თოვლის ბაბუისგან. კი, წერია ამელკასთვის. დარწმუნებულები ხართ რომ თქვენ არ დადეთ ესე აქ? არა. არა, რას ამბობ? კი. კი, არა, ჩვენ არ ყოფილვართ, ვერაფერს გამოვმაპარებთ. ასეც ვიცოდი. რაშია საქმე? არასწორი ყურსასმენია? ეს რა იყო? ყურსასმენები არ მოეწონა? ყურსასმენები სად არის? მოიცა, კურიერისგან აღებისას შეამოწმე? რა თქმა უნდა, ნახშირი? ეს რა? თოვლის ბაბუამ შეცვალა საჩუქარი? ეს უკვე თავხედობა, ეს ჩვენი საჩუქარი იყო. მას არ ჰქონდა მასზე შეხების უფლება. რა სადიზღარი მოხუცია? მან ამელკას ყურსასმენები მოიპარა. ისევ სარდაფთან ახლოს. სარდაფი ხომ უკვე შეამოწმე და იქ ხომ არაფერი იყო, არა? იქნებ სარდაფში ბნელა და ვერ დავინახე. იქნებ უხილავი მოსასხამი აქვს. ვინ იცის? ეს ძალიან საშიშია. კარგი, წავალ და ამელკას დამშვიდებას ვეცდები. თუ ეს ასე გაგრძელდა, ეს ყველაზე ცუდი ახალი წელი იქნება. ლეო ვინც არ უნდა იყო, ჯობია გარეთ გამოხვიდე. ლეო მესმის რომ მან ხარ, გამოდი, შენი არ მეშინია. ლეო ამელკა, ის შენი ცემლების ხირსიც კი არ არის. ვერ ხვდები, მე ყოველთვის კარგად ვიქცეოდი. როგორ მოხდა რომ ცუდი ბავშვების სიაში აღმოჩნდი? ამელკა, დაივიწყე, ყოველთვის კარგად მოგცევა, არ არის საჭირო. მე საუკეთესო უნდა ვიყო. თოვლის ბაბუის პატიებას დავივსახურებ და მე ის საჩუქარს მომცემს. არაფერი არ გაქვს დასამტკიცებელი. გოგოებო, ვიღაც სარდაფში ზის, ის ჩემს სახელს ჩურჩულებს. ეს ძალიან საშიშია. ლეო. ჩურჩული შენს გაიგე? კი, ისეთი საშიშია, რომ ჟურნალისტმა დამიარა. თოვლის ბაბუა ცდილობს გვაჩვენოს, რომ ჩვენი საქციელით მაყოფილი არ არის. უკვე ეჭვმეპარება, რომ ეს თევლის ბაბუა იყოს. მოიცა, იდეა მაქვს. ყველა ჩვენი მეგობრისთვის საფოსტო ბარათებს გავაკეთებთ. ყველა ჩვენი მეგობრისთვის? ეს ხომ ასზე მეტი იქნება. ეგ რატომ უნდა გავაკეთოთ? თოვლის ბაბუ დაინახავს, რომ კეთილები ვართ და ისევ კარგ ბავშვების სიაში დაგვაბრუნებს. კარგი, თუ გგონია რომ ეს იმუშავებს, წავიდეთ. პირველი საფოსტო ბარათი მზად არის. შესანიშნავია, კიდევ 135 დარჩა, მაგრამ ეს მეზობლების გარეშე. მაგრამ ჩვენ ხომ ყველას უნდა მიულოცოთ. მოიცა, ასეთი ტემპით მომავალ ახალ წამდე ვერ მოვასწრებ. საქმე შეუდგეთ. თოვლის ბაბუას აზრი უნდა შევაცვლევინოთ.
კარგი. 135. როგორც იქნა? შესანიშნავია. პარათებზე ხელის მოწერა გადარჩა. ხელის მოწერა? ახლა ფერად კალმებს მოგიტანთ და მანამდე შეგიძლიათ დაისვენოთ. მე უკვე აღარ შემიძლია. ახლა ხელები მომძვრება. მე არ მომძვრება, რადგან ყველა თითი წებოთია დაფარული. ჩემიც. წამო დავიბანოთ. კარგი, ამელკას უკვე ზედმეტი მოსდის. თოვლის ბაბუა ძალიან ცუდი ადამიანი იქნება, თუ ამელკა ცუდ ბავშვთა სიაში იქნება. წარმოდგენაც კი არ შემიძლია, ვინ მოხვდება კარგ ბავშვთა სიაში. მხოლოდ ანგელოზები ან მასწავლებლის შვილები. თუ ისევ გავაგზელებ ხელის მოწერას, მაშინ ხელები ნამდვილად მომძვრება. ლეო, ჯინი, რა გააკეთეთ? ჩვენ არაფერი გავიკეთებია. აბა ვინ გააკეთა? როგორც ჩანს, ეს თოვლის ბაბუამ გააკეთა, როგორც ყველაფერი დანარჩენი. თოვლის ბაბუა მას არ გააკეთებდა. მე მგონია, რომ გააკეთებდა. ბოდიში ამელკა, მაგრამ წელს თოვლის ბაბუა ცოტა გაგიჟდა. ყველა საფოსტო ბარათი განადგურებულია. ყველა არა. გაეთრიეთ ჩემი სახლიდან. ეს ვინ დაწერა? თქვენ არ გაგიკეთებიათ? არა, ვამბობ, რომ ამ სახლში რაღაც უცნაური ხდება. არა მგონია თოვლის ბაბუას ამასთან რაიმე კავშირი ჰქონდეს. აბა ვინ იქნებოდა? გაეთრიეთ აქედან. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც ჩანს, ჩვენ სახლში ბოლოთვის სული დასახდა. რა გინდა? აქ ცხოვრობ და წასვლას არ ვაპირებთ. კი. ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ. ვიცი, ეს გრინჩი იყო. რაღაცნაირად სარდაფთანაა დაკავშირებული. ყველაფერი მაგას უკავშირდება. იქნებ ჩავიდეთ და ყველაფერი გავარკვიო? უკეთესი იდეა მაქვს. სარდაფში კარები დავკეტოთ და ის იქიდან ვეღარ გამოვა. ეს გამოსავალი არ არის. მაგრამ მე მინდა რომ ახალ წელს ცოცხალი შევხვდე და არ ვაპირებ რომ სარდაფში მყოფი მონსტრის კლანჭებში ჩავარდე. მაშინაც კი თუ ეს იმუშავებს, შენს ბარიკადას მაინც ვერ დავტოვებთ. რატომაც არა? სულ ესაა, მზადა. ახლა ეშმაკი ვეღარ გამოვა, ასე რომ შეგვიძლია მშვიდად მომემზადოთ ახალი წლისთვის. მოიცა, თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ამას ვერ ვუყურებ. თუ სარდაფში ჩასვლა გინდათ, მაშინ ჩადით, უბრალოდ ჩემს გარეშე. ჩვენ ჩავდივართ ხო? არა, ამელკა, ბოდიში, მაგრები არ მინდა. რამ შისრები ხართ? არა უშავს. ყველაფერს თავად გავარკვევ. რატომ არის ამელკა ასეთი აგრესიული? თუ ეს მონსტრი სარდაფიდან ვერ გამოვა, რა განსხვავებაა? ვერ ხვდები რატომ ხარ ასეთი დარწმუნებული, რომ მონსტრი სარდაფიდან არ გამოვა? ადრე სარდაფი დაკეტილი იყო და მონსტრი არ გამოდიოდა. ო, კი. ახლა კი დასკვნა თავად გამოიტანე. რა სამწუხაროა, რომ ახლა ჯადოქრის დღიური არ მაქვს. იქ აუცილებლად ეწერებოდა რამე. ამელია. ვინ ხარ? დამელაპარაკე. ამელია. რა გინდა ჩემგან? წადი. კარგი, მაგრამ ჯერ მითხარი ვინ ხარ? როკი? კარგი. ჰეი, როკი. ახლა მოძებნი გუხში. ეს არა, არც ეს. როკი, რაღაც ფილმია. შენ ამბობ, რომ მონსტრი აღარ გამოვა? კარგი, მე შევწდი. შესანიშნავია, სხვა იდეებიც გაქვთ? ვიცი რა იდეები გაქვთ. კარგი, ჩავალაგოთ ნივთები და გარეთ ვიპოვოთ ფანჩატური. მონსტრზე რამე იპოვე? არანაირი ინფორმაცია არაა ინტერნეტში. თუ სარდაფში არ ჩავალთ, მაშინ ვერაფერს გავიგებთ. აბა, მზად ხარ? მეც არ ვარ მზად. ღრმად უნდა ჩავისუნთქოთ. მაინც უნდა დავზლიოთ შიში და იქ ჩავიდეთ. შეიძლება 5 წუთი ოჯახს რომ დავემშვიდობო? კარგი. მაშინ მე მუსიას ბოლოჯერ ვაჭმევ. ეს მართაა, ხომ არ გინდათ მასთან ბოლოჯერ საუბარი? ლეო უკვე ცხოვრებას ემშვიდობება. იქნებ მართალია, ვინ იცის რა დაგვემართება, როცა სარდაფში ჩავალთ. გოგოებო, მოდი ხართ? გამარჯობა. იცი მართა, კარგი მეგობარი იყავი და თითქმის კარგი მსახიობი. რატომ თითქმის? ჩემზე უკეთესი არავინაა. როგორი თავდაჯერებული ხარ.
აბა მოდი, წავიდეთ. მორჩა მართა, წასვლის დროა. მუსია მოგვე ყველაფერი შეჭამა? არა მგონია ეს მუსია ყოფილიყო. ის მონსტრმა წაათრია. მან მუსია წაიყვანა. მოიცა. მაინც კიდე იქ ჩასლა? უკეთესი იდეა მაქვს. მოდი კამერა დავაყენოთ. და ვნახოთ იქ რა ხდება. მეგობრებო, მუსია უნდა გადავარჩინოთ. ჩვენ აუცილებლად გადავარჩენთ მას. მაშ ვის უნდა კამერის დაყენება? მოდი ვითამაშოთ. ჯეირანი. აბა მაყურებლებო, ნახვამდის, მე ძალიან მიყვარდით. იმედი მაქვს ყველაფერი გამოვა. თოვლის ბაბუას რაიმე კავშირი აქვს ამასთან? არა მგონია, თოვლის ბაბუაზე ჩვენ თვითონ ვიეჭვეთ. ასე რომ, სინამდვილეში ის ბოროტი მოჩვენება იყო. ცოცხალი ვარ. მუსია ნახე? მაპატი ამელკა. ვერ ვნახე. თვალები შიშისგან დაბინდული მქონდა. კარგი, წავიდეთ და ვნახოთ რა ხდება სარდაფში. ძალიან ბნელა რომ რამე დავინახოთ. კარგი, აქ მოძრაობის სენსორია. თუ ვინმე გადაადგილდება, ფანარი ჩაირთვება. როგორც ჩანს, იქ არავინაა. ჯანდაბა მე წავედი. თუ ის გვეუბნება რომ უნდა წავიდეთ, მაშინ მოусმინოთ. სწრაფად გადაწყვეტეთ დანებება. იქნებ თვითონ გაიქცეს? მე ვრჩები და ინტერნეტში ისე მოვიძიებ ინფორმაციას. ჰეი, მონსტრო, შენ გადაგვარწმუნე. კი, ჩვენ მივდივართ. ამელკა უნდა დავარწმუნოთ, რომ ისიც წამოვიდეს. კარგი, მაგრამ თუ არ მოუნდება, დიდხანს ვერ დავარწმუნებთ, ვერ შევძლებთ, თორემ აქ ყველას შევჭამენ. ვიცი, რატომაც მოხვედით, არსად წასვლას არ ვაპირებ. ამელკა, ის ხომ შევჭამს? ამელკა, ეს რას ნიშნავს? ეს ჩვენი მონსტრის სახელია. ეს რა არის? ეს ჩემი ახალი მეგობარია, როკი, გაიცანით. გამარჯობა, მე როკი ვარ, სუპერქვა. ვიცი რა მონსტრიცაა ეს. ლეო მასეთი სახელი თავის ქვას დაარქვა, რომელიც სარდაფიდან აიღო. ლეო, მოიცა, ქვას სარდაფიდან წამოიღე? ხო, კი. ხომ გაგაფრთხილე, ეს ჩემს გასაბრაზებლად გააკეთე? უბრალოდ არ მეგონა რომ რაიმე საშინელი მოხდებოდა. მე გეუბნებოდი, იქნებ ჯერ კიდევ გვიანი არ არის მისი დაბრუნება. ის ოთახში არის მაგიდაზე. სარდაფში ჩახვალ და ამ ქვას დააბრუნებ და ბოდის მოიხდი. არა, მე იქ არ ჩავალ. და შენ მიგეკითხება? მიდი. დავეხმარეთ, ისინი მე მკლავენ. შენს ქმედებებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღო. კარგი, ჩავალ. მიდი. მუსია, შენ ცოცხალი ხარ. ესე იგი ჩვენ სარდაფში ყველაფერი რიგზია? შემდეგ ვიდეოებში გავიგებთ. არ დაგავისლეთ ახის გამოწერა. დალაიქეთ ვიდეო. დიახ, და დააჭირეთ ზარის ხილაკს, რათა არ გამოტოვოთ საინტერესო ვიდეოები. ნახვამდის ყველას!